როგორ გავაუქმოთ Facebook-ი დროებით და დავტოვოთ მხოლოდ Messenger-ი. გამოიწერეთ ჩემი გვერდი მსგავსი სიახლეები, რომ არ გამოგჩეს და რა თქმა უნდა, დავიწყოთ. გახსენი Facebook-ი და გადადი შენს პროფილზე. აირჩიე პარამეტრები და უსაფრთხოება, შემდეგ პარამეტრები, შედი ანგარიშების ცენტრში, აი აქედან, აირჩიე დეტალური პერსონალური ინფორმაცია და შემდეგ ანგარიშის მფლობელობა და წაშლა. შედი დეაქტივაცია ან წაშლაში და აქ აირჩიე შენი Facebook ანგედა. ამ გვერდზე მონიშნე პირველივე გრაფა, სადაც წერია, რომ ანგარიშის წაშლა დროებითია და დააჭირე გაგრძელებას. დაადასტურე პაროლი, აქ მონიშნე გრაფა, სადაც წერია, რომ ეს დროებითია და მე დავბრუნდები და ქვემოთ დააჭირე გაგრძელებას. ამ გვერდზე ჩამოყევი ქვემოთ და აირჩიე დღეების რაოდენობა. თუ 7 დღე საკმარისი არაა, მაშინ უნდა აირჩიო, რომ არ გსურს ხელახლა ავტომატურად გააქტიურება. სხვა შემთხვევაში აირჩევ სასურველი დღეების რაოდენობას, მაგალითად იყოს 7 დღე და გავაგრძელოთ. ეს არის უკვე ბოლო გვერდი, აქ აირჩიე, რომ გსურს შენი ანგარიშის დეაქტივაცია და ეგა. ახლა რა მოხდება აი ამ პროცედურების შემდეგ, უფრო დეტალურად მინდა რომ მოგიყვეთ. პირველი რაც შესამჩნევი იქნება არის ის, რომ საძიებო ველში თქვენი სახელი და გვარი აღარ მოიძებნება და დაგრჩებათ მხოლოდ Messenger-ი, რომელშიც ჩვეულებრივად გექნებათ მიმოწერა იმ მეგობრებთან, რომელსაც აქამდე ესაუბრებით და ანუ აი ამ ხრივ არაფერი არ შეიცვლება. ჩვეულებრივად რჩება უცვლელი Messenger-ი. რაც შეეხება Facebook-ის აღდგენის პროცედურას. თუ გექნება სურვილი, რომ ხვალ აღადგინო ან დღესვე აღადგინო ეს დეაქტივირებული ანგარიში, შეგიძლია უბრალოდ Facebook-ის ლოგინი ჩაწერო, ქვემოთ პაროლი და შემდეგ ჩვეულებრივად შეხვალ Facebook-ზე. ანუ თუ ლოგინს და პაროლს არ ჩაწერ აი ამ 7 დღის განმავლობაში, რომელიც მე მივუთითე, 7 დღის განმავლობაში ჩემი Facebook ანგარიში თავისით არ აღდგება. მაგრამ როდესაც 7 დღე ამოიწურება, ავტომატურად Facebook-ი თავისით აღდგება და კვლავ გამოვრჩნდები საძიებო ველში. თუ მიუთითებთ პირობითად 2 დღეს, 2 დღეში ავტომატურად აღდგება და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც გითხარით, შეგიძლიათ ასევე რომ მიუთითოთ, რომ ავტომატურად აღდგენა არ გსურთ და ასეთ შემთხვევაში, როცა ჩაწერ Facebook-ის ლოგინს და პაროლს, მხოლოდ მაშინ აღდგება თქვენი Facebook ანგარიში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვალ რომ მოისურვოთ Facebook ანგარიშის აღდგენა და მითითებული გქონდეთ 7 დღე, ხვალაც აღადგენთ, მთავარია ჩაწეროთ Facebook-ის ლოგინი და პაროლი და ყველაფერი ძველებურად აღდგება და დაუბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს. ასევე ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, რადგან უფრო ვრცელი და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება შევსდები ამ არხის მეშვეობით. ეს ესეთი ვიწრო ხარისხის მაპატიეთ, მალე გავხდებით Full HD და უფრო მეტი გეგმები მაქვს YouTube-თან დაკავშირებით, ამიტომ გამიხარდება თუ ჩემს YouTube არხსაც შემოერთდებით და მე პირობას გაძლევთ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო და ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით სხვადასხვა გიგანტის სოციალური ქსელების შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის.